გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? კარგად. სხვათა შორის დღეს ისეთი თემა გვაქვს რეპროდუქციასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ რაღაცა დავფიქრდი, ხო იცი? ჯერ კიდევ მაქვს შანსი, რომ ვცადო კიდევ ერთხელ. რაზე დაფიქრდი, რომ კიდევ ერთხელ? იცი რა, ხო, დღეს ხო უნდა ვისაუბროთ ინვიტროზე და ამის შესახებ ხა მე არაერთხელ მაქვს ეს გაკეთებული და რაღაცა და არ გამოვიდა ცუდ კრახი დამთავრდა. არაერთხელ, რამოდენი კი, ხო და რა ვიცი, კიდევ ერთხელ დავფიქრდი დღეს ამის შესახებ და შეიძლება რომ მოგვიყვე, აი, როდის გაიკეთე და რამდენჯერ გაიკეთე, ანუ უფრო თვალნაირად. 2007 წელს, 2006 წელს, 6 და 7 წელს ეს არის ძალიან რთული პროცესი, ანუ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი, სერიოზული, შედის ძალიან რთული წამლები მოსამზადებლად იმისთვის, რომ კვერცხუჯრედი მომწევდეს. არის ერთი წამალი, რომელსაც მე ვსვავდი და რა პირდაპირ აი რასაც ვქვა, ისეთ საშინელ დეპრესიაში ვარდებოდი, რომ აი როგორ ხდება და კანში ვერ ახარ. შეიძლება გადახტე ფანჯრა და მე პირადად ესეთი რეაქცია მქონდა. და მე უამრავი წამლები მე ამ კვერცხუჯრედის ამოღება, მე ამის განაყოფიერება, იქ რაღაცა გადარჩება ორი კვერცხუჯრედი უკან ჩადგმა რაღაცა რთული პროცესი. მაყურებელს ვუთხრათ, იმით რომ განაყოფიერებაში მტკივნეულიათ, ხო? მტკივნეული ხა ვიღაცები იძინებენ კვერცხუჯრედის გამოღებისას, მე არ დამიძინია, მაგრამ მინაკითხა მაგარი სადისტობაა ჩემი მხრიდან. მოდი მაყურებელს ვეთქვი, შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცოდეს ინვიტრო განაყოფიერება რა შეიძლება ეს არის ხელოვნური განაყოფიერება. ეს არის იმ წყვილებისთვის, ვისაც უბრალოდ პრობლემა აქვს და თვითონ ხელოვნურად ჭირდებათ ჩარევა, იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად ისინი ამას ვერ აკეთებენ. და კარგი არის ის, რომ საქართველოში გაიხსნა ახალი ამერიკულ-ქართული კლინიკა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად საზღვარგარეთ მიდიოდნენ აი ამ გასაკეთებლად, ეს იყო თურქეთი, ეს იყო უკრაინა, თქვათ საფრანგეთი, მაგრამ დღეს უკვე საქართველოში გაუსულად შეიძლება. არაერთი კლინიკაა პრინციპში საქართველოში გახსნილი და მუშაობენ უკვე ამაზე, მაგრამ ჩვენი სტუმრები, ვინც დღეს ჩვენთან ახლა ძალიან მალე შემოვლენ, მე გეტყვი რომ ისინი ამერიკელებთან ერთად მუშაობენ და წამყვანი სპეციალისტები არიან. ამ კლინიკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მაყურებელს მინდა ვთქვა, თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, დაგვირეკეთ 246-31-13 და სპეციალისტები გასცემენ ამ კითხვის პასუხებს. შენ და კიდე გაიკეთებდი რა ბერო? იცი რა არის, მე იმდენად კარგი FSG მაქვს, ახლა მაყურებელში ვარ. FSG ძალიან ისეთ ინტიმურ თემებზე ვსაუბრობ. მოკლედ შანსი არის. შანსი გაქვს. შანსი არის და რაღაცები როგორც ისი არასოდეს არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს აი გაიკეთებ. არის შანსი, მაგრამ არის სხვა რისკები არის, მე მაქვს ძალიან მაღალი ანტისხეულები და ამის გამო შეიძლება მოხდეს მოშლა და ასე შემდეგ და აი ჩემი რისკი ან დიდი მეთვალყურეობის და ჩემი რისკის ტიპისთვის მაინც ჯობია რომ გაკეთდეს სხვა ქალის ანუ სუროგატი და ხო ან თუ არის იმის საშუალება რომ ჩემი კვერცხუჯრედი გაიყინოს და ამის შესახებ მინდა ვკითხო თუ არის ეგეთი ტექნოლოგიები შემოსული ეგ ყველაზე კაი მაგრამ ია პრინციპში შენს ასაკზე ხო არა დამოკიდებული იმიტომ რომ შენი ასაკი პრინციპში მე არ ვამბობ რომ შენ უკვე იმ ასაკში ხარ რომ აღარ ანტისხეულები მაქვს ძალიან მომატებული ეს იმ თავიდანვე ეს ყოველთვის ხონდა მე ანტისხეულები მაქვს ვიღაცას რომ უნდა ქონდეს 50 მე მაქვს 3500 ამის დარეგულირება ბოდი შევე. მოდი ყველაფერი ეს სპეციალისტებს ვკითხოთ, რომლებიც უკვე ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან. მე მინდა დავპატიჟო ქალბატონი ლიკა ჭყონია, რომელიც გახლავთ რეპროაქტის ქართულ ამერიკული კლინიკის ხელმძღვანელი. შემოვძანდი თუ შეიძლება და ასევე თეატრალური ექიმი რეპროდუქტოლოგი, რომლებიც უფრო კონკრეტულად გაგვარკვევენ თუ რაში არის პრობლემა და როგორ შეიძლება მოვუაროთ. ქალებმა აი ამ ალბათ ყველაზე აქტუალურს. გვისმენდი და რამე გამომეპარა არასწორი ინფორმაცია სადღაც შორს ვარ გაჩხერილი ამის სიახლე არის თუ ასე შემდეგ და გამარტივდა თუ არა ეს ყველაფერი გვაინტერესებს. მე გავიგონე თქვენი ეს სურვილი კვერცხუჯრედის გაყინვასთან დაკავშირებით. კვერცხუჯრედის გაყინვა შესაძლებელია. განაყოფიერებულის თუ მარტო კვერცხუჯრედის? კვერცხუჯრედის გაყინვას არის შესაძლებელი. ორივეს განაყოფიერებულის და გინწეს. ესე იგი 10 წლის მერე რომ თუ მოკვდები, მერე ვიღაცა მოიღებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებელი დედას წარმოესწრო. იცით რა მაინტერესებს ახლა? მაპატიეთ. ხახო ეს არის ჩემთვის აღმოჩენა. მადლობთ. დიდი მადლობა. ეხლა ითქვა მაგ ორივესთან თუ შეიძლება ფორუმებზე წავიკითხე რომ ის არის ძალიან ხანგრძლივი და პრინციპში დამტანჯველი პროცედურა ქალისთვის. ხომ არ გამარტივდა რამე ვთქვათ, დამოკვდა რაღაც პროცედურები ამოიღო, დაიხვეწა პრეპარატები, რომელიც ვთქვათ, ეხლა იაყვებოდა ძალიან ცუდად ვიყავ. კლომიფენი, ვაიმე, ჭირდება მაგ პრეპარატს. აი დავიწყოთ თავიდან. მოვიდა თქვენთან ახალგაზრდა წყვილი, აი ქალი მოვიდა. რომელსაც აქვს უშვილობის პრობლემა. საიდან ვიწყებთ? თქვენთან. პირველ რიგში ვიწყებთ გამოკვლევებით, რომ დავადგინოთ რა არის მიზეზი. უშვილობის პრობლემა თქვენ
გამოიკვლევთ არის თუ არა აუცილებლად. ხო არ გჭირდება იცით რა არ არის ყოველთვის მოდიხარ და სულთაფურცლით პაციენტი და ყოველთვის ინვიტრო განაყოფიერება არ არის საჭირო. შესაძლებელია უფრო მარტივი მეთოდებითაც კიდეც ინსემინაცია ან ჰისტეროგრაფია, სალიპაგო ჰისტეროგრაფია. გააჩნია რა არის გამოწვეული უშვილობის, უნდა დავადგინოთ, რომ იმის მიხედვით სწორი მიმართულება მივცეთ პაციენტის ზოგადად შვილოსნობის, ასე ვთქვათ, პროცესს. ანუ ჯერ ეს ანალიზები აუცილებლად ხდება ჯერ გამოკვლევა. ხდება წყვილის გამოკვლევა, არა მარტო მანდამაინც ქალია და აქ არის კი, რა თქმა უნდა, ძალიან საკმაოდ მოიმატა ახლა ამ ბოლო პერიოდში ჩვენიდან გამომდინარე მამაკაცის უშვილობამ. ამიტომ ვიწყოთ წყვილის გამოკვლევას. პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ქართველ მამაკაცებს რატომღაც დიდი ისა აქვთ, რა ქვია, წარმოდგენა აქ თასაც ცუდად ნუ გამიგებთ. რატომღაც ითვლით. ხო, რაღაც მარტივად რომ არა, მე რაშვაში ვარ აქ აუცილებლად. არა, კაცები უკვე მარტივად მოდიან ამ სპერმა არის სუსტი. ძალიან მარტივია მამაკაცის გამოკვლევა, ასე რომ პირველ რომ მოდის წყვილი უკვე თავიდან თამამად შეგვიძლია პირველად. შემდეგ გამოიკვლიეთ და ნახეთ რომ კვერცხუჯრედი მწიფდება, ყველაფერი რიგზე არის, მაგრამ მაინც არ დგება ორსულობა. შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი გააჩნია მიზეზი, რატომ არ დგება ორსულობა. არის მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა, არის ქალის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა, ეს არის ანოვულატორული ციკლი, პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, მილების გამტარიანობა, ზოგადად რაღაც ანატომიური რაღაცა პრობლემა, დეფექტი, რომ დადგინდება, ეს გამოკვლევები თუ არ ჩაიტარა პაციენტმა, რეალურად დიაგნოზი მას შეიძლება არ ქონდეს. რა შემთხვევაში გითიშპიხი, აი ჩავეკითხები თუ შეიძლება. როდესაც მამაკაცი არის უშვილო ან და ქალი რა უფრო პრობლემულია კაცის მკურნალობა თუ ქალის მკურნალობა? პრობლემური კაცის მკურნალობა უფრო პრობლემური არის ვიდრე მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტოზური. ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვერთვებით საქმეში, ჩვენ გვირჩევნია რომ მამაკაცის პრობლემა იყოს ვიდრე ქალის. აი თქვათ, ყველაფერი გამოიკვლია და დადგა ინვიტრო განაყოფიერების ჟამი. აი რა გამარტივდა? ეს არის ხუთდღიანი კლომიფენის პროცესი. არა? აბა რა? მე ჯერ მოკლედ მე ვიტყვი და მე თიას მხარია ეს უფრო. კლომიფენი იყო იცით რა, მაყურებელი ვერ ხვდება რაზე საუბარი. არის ეგეთი წამალი, კლომიფენი, რომელსაც რო დალებ თავის მოყლა გინდა რა. ყველას არ უნდა იაგებინებით, ყველას მე მინდოდა. ყველას ერთი იგივე რეაქცია აქვს? ნუ მეტნაკლებად, მაგრამ ზოგ საერთოდ არ აქვს რეაქცია. ისეთ რა ვიდრე გააკეთდებოდა ისეთი წამლები როგორიც არის დღესდღეობით რასაც ჩვენ გამოვიყენებთ უფრო მასიურად ვიდრე კლომიფენ ციტრატის გამოყენება ხდება ისეთ აი თეა საკითხია ეს და თეა მოგვიყვება თქვენ ბრძანდებით ხელმძღვანელი მე არაერთხელ ყოფილა გინეკოლოგების მსხვერპლი მოდი ასე ვთქვათ არა რამოდენიმეჯერ ხო აი რა გარანტია მაქვს რომ მე თქვენთან მოვალ თქვათ და მე კიდევ არ დავზარალდები ერთხელ ცხოვრებაში ანუ როგორ უნდა ამიხსნათ რომ თქვენ ჩვენთვის აუცილებელი ბრძანდებით იცით რა ჩვენ ესეთნაირად მუშაობთ პაციენტმა იცის აბსოლუტურად ყველაფერი თუ რა ხდება მის თავს მზადდება სპეციფიური კონტრაქტი რომელზეც ვიდრე პროცედურა რაიმე გაუკეთდება პაციენტი ამას კითხულობს აუცილებლად და ხელს აწერს და ეს არის დოკუმენტირებული ასე რომ რა ტიპის კურსია პაციენტი რა ხდება მის თავს ყველა შემთხვევაში ყველა ნაბიჯი აი ინექციასაც კი რო უკეთებთ წინასწარ ვაფრთხებთ აი ხა ჩვენ გიჩხლეთ თქვენ გეკინებათ აი ეს გეკინება ამერიკული ის არის ამერიკული პროტოკოლია ეხლა მე პატარა ჩხლეტას იგრძნობ არა ძალიან სწორია რომ ამ შემთხვევაში დაცულია პაციენტი ინტერესად ამის გამო მე ვიცი რომ ძალიან ბევრი პაციენტია დაზარალებული ზე ჩქარჩქარა უკეთებენ მას რაღაც პროცედურას ჩვენ ვართ ის ჯგუფი რომელიც მუშაობდით თუ ალბათ ხსმენიათ იუნონაში ეს იყო მე ჯორდანიის ინსტიტუტისას გადავედი იუნონაში იქ ჩამოვაყალიბეთ ეს განყოფილება და ძალიან დიდი ხანი მთელს ქალაქში მუსირებდა ესეთი აზრი რომ იუნონაში პაციენტი რომელიც ძალიან დიდ ხანს აყვავნებენ და მერე იწყება უკვე ინვიტრო განაყოფიერების პროცესი იმიტომ რომ ჩვენი თავარი მომენტი იყო ის რომ გამოგვეკლია და ზუსტად ის მკურნალობა ჩაგვეტარებია პაციენტისთვის რომელიც მისთვის ყველაზე უფრო ეფექტური იქნებოდა არა მაინდა-მაინც ინვიტრო არა იცით რა არის თუ რაიმე კორექცია გვჭირდება შეიძლება 3 თვეც კი გაგრძელდეს წინა პერიოდში მაგრამ ხალხს უღირს ალბათ ამის რა თქმა უნდა არ არის ეს 100%-იანი პროცედურა ყველა ზოგს ოპერაციაზე უშევს ზოგს ასე შემდეგ მაგრამ მაინც აი თქვათ ეს ინვიტრო განაყოფიერება საზღვარგარეთ ძვირიждება თქვენ თარაждდება რა ფასები არის რა ფასებში არის ეს ყველაფერი და აი იცით რა არის წამლებს თუ გამოვაკლებთ რომელიც თქვენ კარგად იცით რომ ძალიან ძვირია 1000 ლარზე მეტი გამოდის წამლები 2000-2500 ლარი გამოდის დაახლოებით
ჩვენთან აი პაციენტს მეუბნებით ხოლმე ასე რომ თქვა ცარიელი ფურცლით მოდის პაციენტი და ყველაფერი გასაკეთებელია 8000 ლარამდე თავისი წამლებიანად უჯდება თავის რეაბილიტაცია ადაპტაციянად ყველაფრიანად პრინციპში არ უწევს სანამ არ გაიკეთეთ ნარკოზი გამიგონე რომ საუბრობთ არ შემიძლია ნარკოზს მირჩენ არ მეტკინა ისე ძალიან სხვათა შორის არ იყოს ტკევნეული ცოტა სადომაზოხისტი ვარ და ერთი ხელ კი შემიწუხდა გული და იმ წუთასვე მიშადურით მომიყვანეს აზზე მაგრამ ძალიან კარგი სპეციალისტი იყო ვინც გააკეთა და ანუ არ გამოდი დაუბრუნდეთ ხალხს იმას იმიტროს პროგრამა თუ შეიძლება ისეც მაინტერესებს რა კი ფასია პარემ დავასრულოთ აბაზე ლაპარაკი ნუ თუ ისეთი შემთხვევა არ როდესაც არ არის ისეთი ნუ ხელმოკლეა ვთქვათ პაციენტი მაშინ არ უნდა მოვიდეს რამე პროგრამა ხო არ აქვს ისეთი იცით რა არის ჩვენ ვცდილობთ რომ აი კლომიფენ ციტრატი რომ იყო აქ ნახსენები ეს ის პრეპარატია რომელიც გაცილებით უფრო იაფიღირს ვიდრე თქვათ გონალეფი არ არის ამის ალტერნატივა არის თქვათ იგივე დეკაპეპტილი ან დიფერელინი ეს სხვა ჯგუფის წამლები არის რომლებიც გამოიყენება იცით რა არის აი იაპონიაში არის ესეთი კატოს ლეიდის კლინიკ რომელმაც დაიწყო მოკლე მიდგომარი ასეთი რაც შეიძლება ნაკლები წამალი იღებენ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ ყინავენ იღებენ კვერცხუჯრედს უბრალოდ აქ რა ხდება პაციენტი რამოდენიმეჯერ მოდის კლინიკაში იმდენად რამდენადაც ეს არ არის ისეთი წარმატებული მკურნალობა ასე ვთქვათ რა და ამიტომ მეტი პროცედურების ჩატარება წამალი კი ნაკლები იხარჯება მაგრამ პროცედურა მეტია პროცედურაც ალბათ ძვირი იღებს ხო იცით რა არის პროცედურა თავისთავად ძვირი იღებს იმიტომ რომ ჩვენ ყველაფრის უცხოეთიდან ჩამოტანა გვიხდება ეს არ არის რომ საქართველოში რაიმე მზადდებოდეს ეს ძალიან მაღალ ტექნოლოგიური პროდუქცია არის რასაც ჩვენ ვიღენებთ და სამწუხაროდ მაქსიმალურად რაც შეიძლება ну ჩვენ პაციენტებმა კი იციან ძალიან ვეხმარებით ხოლმე ხდება თქვენი კლინიკა ჯანაშიაში 17 თარხნიშში 17 ნომერი ერთი გვერდა მეკეტუმრებით მაგრამ ეს სწავლები აფთიაქში იყიდება თქვენთან ხო არ უნდა შეიძინონ აფთიაქში იყიდება ჩვეულებრივად მოიცა თვითნებურად ეხლა არ გადაწყვეტა ჩვენ ამ მაყურებელმა თვითნებურად არც იცის პროტოკოლი აი პროტოკოლი ახსენეთ თქვენ მკურნალობთ ამერიკული პროტოკოლით ხო კი მოდი ნაბიჯ მივყვეთ მე მოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად რას მოიცავს ეს თქვენი ამერიკული პროტოკოლი პირველი გავიარე გამოკვლევა პროტოკოლი ცოტა ისეთია პროტოკოლები იმიტომ რომ არ არის ერთი და იგივე სტანდარტული ყველასთვის ერთნაირად მისაღები ხო ეს არის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს იგივე აი ახსენა ამ FSH-ის FSG ცოტა ესეთი რა თავისებურად მოიხმარს ანუ პოლიპლასტიმულებელი FSH-ი FSG-ის ყველაფერი გამომდინარე იგივე ქალის ასაკიდან აი თქვენც ახსენეთ ახლა ასაკს აქვს მნიშვნელობა ქალის ასაკს. კაცის მამაკაცის არა. ქალის ასაკი არის ყველაზე ვარ 45 წლის, მაქვს ჰაშიმოტო თირიოდიტი, მაქვს ძალიან მაღალი ანტისხეულები 2500-3000. დაფიქრდით ხო? მაგაში ასე. ზარებიც უნდა შემოვიდეთ ჩვენ ზარები რეკლამის შემდეგ არ წდება ზარები ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს. მოდი ასაკზე დავა კონკრეტულად ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს. მე ვარ 39-ის 40-ის ხვდები წუთი-წუთზე. ჩემთვის აი თქვათ ვინიცობა მიზანშეწონილია ინვიტრო განაყოფირება თუ ყველაფერი თუ ინვიტროს თავისი ჩვენება აქვს. აი ხო აღნიშნეთ თავიდან შეიძლება ყველა მოვიდეს პაციენტი უშვილობის დიაგნოზით, თუნდაც ელემენტარულად კორეგირება გაუკეთოთ ჰორმონალურ სტატუსს და თვითონ დაორსულდეს. რამდენიც გონებავთ, იმდენი შემთხვევა ქონია, რომ ამზადებდით ინვიტროსთვის პაციენტს, რაღაცა მოვაწესრიგეთ, იქ რაღაც ავალაგეთ იგივე ინფექციები იქნება იგივე უფრო ძირითადად ჰორმონალური სტატუსის მოწესრიგება, პაციენტი დაორსულდა თვითონ მოვიდა მითი. მაქსიმალური ასაკი რა გაქვთ? აი ყველაზე მაქსიმალური გასანჩი შეიძლება 48 წლის კალმა იმშობია რომ ორი ბავშვი. ბრავო! გილოცავთ, არ ვიცი გულწადებით, მაგრამ საოცარი რამ არის. თანაც ტყუპი? ტყუპი. აბარა, თქვენთან ტყუპების ალბათ უფრო მეტია. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ცოტა ემბრიონი გადავიტანოთ, რომ ნაკლები იყოს. ყავდეს კი. მართლა ტყუპი ორსულობის გარკვეულწილად უფრო მეტად რისკებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ერთ ნაყოფიანი ორსულობის. ამიტომ ჩვენ გვინდა არ გვეშინია მაგრამ არ შეიძლება კითხვა და მაყურებელია რომელიც რეკავს და ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდები და უკვე საშუალება გექნებათ რომ გამოხვიდეთ პირდაპირ ეთერში და კითხვები დაუსვათ ჩვენ სტუმრებს რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით დროებით